პირველი კამერა ჩართულია მეორე. საწვე იქნება მითხარ. მეორე კამერა ზახარე? პირველი. მესამე. მოგესალმებით თანამემულენო, დღევანდელი ჩემი გამოსვლა მე მგონი ჩაერთო. აუდან დავიწყებ. მოგესალმებით თანამემულენო, დღევანდელი ჩემი გამოსვლა ეხება მე წარმოგიდგენთ ნატო მემორიალისა მინდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, პარტიებს მოუწოდო, რომ მიიღონ მონაწილეობა და მოაწერონ ხელი, რომ როცა გახდებიან საპარლამენტო პარტიები, ეს მხარს დაუჭერენ, რომ საქართველოში დაიდგას ნატო მემორიალი, რომელიც ეს არის მშვიდობის მემორიალი. მე წინა გადაცემაში განმარტე და უკვე ველოდები გამოხმაურებას პოლიტიკური პარტიებისგან, ტელეკომპანიებისგან, საინფორმაციო საშუალებებისგან, ბევრ საინფორმაციო საშუალებას გადაუგზავნე ეს მიმართვა, რომ გაევრცელებინათ, მაგრამ არ ვიცი რატომ იკავებენ თავს და რო გკითხოთ პარტიებს, ბევრი პარტია არის, რომელიც ამბობენ, რომ ჩვენ დიდი სურვილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს იყოს ნატოს წევრი და თუ უნდა ნატოს წევრი იყოს, სხვათა შორის ეს იქნება ის ნაბიჯი და ის ჟესტი, რომელიც აბსოლუტურად ჩვენ და საქართველოს დაეხმარება, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. იყო ძალიან ბევრი გამოსვლები იყო ამას წინათ, რომ მიმდინარეობს ომი სასომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აზერბაიჯანს ყავს მომხრე და მოძმე ქვეყანა თურქეთი, სომხებს გვერდზე უდგია თავის ძმა და მეგობარი ქვეყანა რუსეთი, საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და საქართველოს ჩვენ ვინ დაგვიდგება გვერდზე, ჩვენ რომელიმე ქვეყანამ გამოგვიცხადოს ომი, ჩვენ ვიქნებით მარტო. სწორედ იმას ვამბობ, რომ ჩვენ დაგვიდგება გვერდზე ნატო და ნატოს ის 30 ქვეყანა დაგვიდგება გვერდზე, რომ საქართველოს უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამას ვამბობ და მოუწოდებ ყველას, რომ აბსოლუტურად ყველა პარტიამ რო ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მომხრე, რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, სწორედ მოაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომ საქართველოში დაიდგას ნატოს მემორიალი. ამ ნატოს ფედერაციაში, მემორიალის ფედერაციაში არიან გაერთიანებული ის ხალხი და ის ძალა, ვინც ნატოზე აქვთ გავლენა, რომლებიც ნატოს ეგიდით იბრძოდნენ სამშვიდობო მისიებში და ჯერ მარტო ჩვენი ქართველი ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, დაიჭრნენ ნატოს მისიებში, მათ უნდა პატივისცემა, პატივი უნდა მიევაგოთ იმათ, ვინც დაიღუპა და ოჯახებს უნდა დახმარება და გვერდზე დგომა უნდა. სწორედ ეს ორგანიზაცია შეძლებს, რომ დაუდგეს გვერდზე მათ ოჯახებს და იყოს, რო იტყვიან, სასიქადულო შვილები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს მშვიდობის მისიაში, საამაყოები იყვნენ ყველასთვის. ამიტომ მოაწერეთ ხელი, დავდექით გვერდზე, რომ გახდებით დეპუტატები, აი მე რო იტყვით და რო გამოვათ, რომ ჩვენ, რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, მე სწორედ მე დაგიდებ ამას, რომ თქვენ არ მოგიწერიათ ხელებს. ვინც ხელს არ მოაწერს, ან ვინც მოაწერს ხელს დღეს იმ მემორანდუმს, რომელსაც აქვეყნებთ ნატოს მემორიალი, რომ როცა გახდებიან დეპუტატები და საპარლამენტო პარტიები, მათ მოაწერენ ხელს თუ არ მოაწერენ, ეს ყველაფერი სწორედ უახლოეს ხანში გადაიგზავნება საფრანგეთში ნატოს ეგიდით. და ყველა 30 ქვეყანა მიიღებს და 30 ქვეყანა ნახავს, რომ რომელი პარტიები არიან, ვინც ხარს უჭერს, რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა და რომელი პარტიები მოაწერენ დღეს ხელს, გამოჩნდება რომელი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას სწორედ ამ მემორიალის დადგმაში. აი მოგიწოდებთ, რომ ვამბობთ, რომ ვინ დაგვიდგება გვერდზე, ჩვენ დაგვიდგება მხოლოდ ერთადერთი ბლოკი, ნატოს ბლოკი და არა ოკუპანტი რუსეთი და არც არავინ არ დაგვიდგება სხვამეტი. ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ საქართველოს გახდომა ნატოს წევრად და არა სხვა რამე. ჩვენ სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს. და ვერავინ ვერ იტყვის, ვიცით რა არის, სად არის ის ხალხი, რომ გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ნატოში უნდა გაწევრიანდეს. 30 წელია ლაპარაკობენ, ნატოში უნდა გაწევრიანდეს და რომელმა პარტიამ რა ნაბიჯები გადადგა. აი დღეს არის სწორედ ის მომენტი და გეუბნებით, მოაწერეთ ხელი. სწორედ დღევანდელი ომი როა სასომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აი სწორედ აი ამ ომში
ჩვენ ვართ ნეიტრალურები საქართველოს და ჩვენ რო გვინდა მშვიდობა და სწორედ ნატოს ეგიდით რომ ჩვენ დავამყარებთ იმ მშვიდობას კავკასიაში, აი ეს არის თავარი. და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა საქართველოს, რომელიც კავკასიაში გახდება ნატოს წევრი. ამიტომ მოგიწოდებთ იმ პარტიებს, ყველა პარტიას მოგიწოდებთ. სამთავრობო პარტიას, ოპოზიციურ პარტიებს, ნეიტრალურ პარტიებს, რომლებიც ახალი ჩამოყალიბებულები არიან, ახალი შექმნილები, ყველას მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა და მოაწეროთ ხელი. იმიტომ მე გეუბნებით, ეს მემორანდუმს ვინც მოაწერს ხელს, ყველა ეს პარტია გადაიგზავნება საფრანგეთში და იმ 30 ნატოს ქვეყანაში, სადაც არის წარმომადგენლობა ნატოს მემორიალისა. და ყველას ეცოდინება, რომ რომელი პარტია და რომელი პოლიტიკური მხარდამჭერი ყავს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი დღევანდელი გამოსვლა არის ძალიან მოკლე და ლაკონური. ვცდილობ რომ მარტივად და ლაკონურად ვისაუბრო, ვინაიდან 5 დღე დარჩა. ხელმოწერამდე 5 დღე. 20 ოქტომბერი არის ბოლო რიცხვი. ვინც არ მოაწერს ხელს, სწორედ არჩევნების წინა პერიოდში გამოვაქვეყნებთ იმას და ვინც მოაწერს ხელს, იმასაც გამოვაქვეყნებთ, ვის უნდა რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი. და სწორედ 20 რიცხვში დამთავრდება ხელმოწერა და სწორედ მეორე დღესვე გადაეგზავნება ყველა ვინ მოაწერა ხელი და ვინ არ მოაწერა ხელი. ვის უნდა რომ საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, ვის არ უნდა რომ გახდეს ნატოს წევრი, ყველა ეს მონაცემები გადაეგზავნება საფრანგეთში და ყველა იმ 30 ქვეყანაში, სადაც ამ ორგანიზაციას ყავს წარმომადგენლობა. ყველა წარმომადგენლობა და ყველა სახელმწიფო მიიღებს ამ როიტყვიან მემორანდუმს, სადაც იქნება ხელმოწერები, ვისი იქნება და ვისიც არ იქნება. მოგმართავთ კიდევ და კიდევ ერთხელ, რომ ბოლო რიცხვი არის 20. მაინდა-მაინც 20 ოქტომბერს უნდა ელოდებით. არჩევნები 31 ოქტომბერს არის და სწორედ ეს პერიოდი ჩვენ დავიჭირეთ წინა პერიოდად, სპეციალურად, რომ აი რომ გამოვლენ რომელიმე პარტია და რო იტყვის რომ ჩვენ გვინდა ნატოს წევრი გავხდეთო, აი სწორედ აღარ იქნება არც ერთ პარტიას სალაპარაკო, რომ რატომ არ მოაწერეს მემორანდუმს ხელი, რომ საქართველოში დაიდგას ნატოს მემორიალი. ეს ნატო არის ბლოკი, რომელიც სამშვიდობო მისიით არის ყველგან. და ეს მემორიალი სწორედ ამას უქვია მშვიდობის მემორიალი, რომ ომი რო ცუდია, სწორედ მაგას ნიშნავს. ეს არის ომი არ უნდა იყოს, ომი არის ძალიან ცუდი, ომი ანგრევს ეკონომიკას, გენოფონდს, ხალხი იხოცება და ეს სწორედ ეს მემორიალი უნდა იყოს და ამ მემორიალმა შეახსენოს ხალხს, ტურისტებს, ჩამოსულ ტურისტებსაც, ყველას, რომ მივიდნენ და პატივი მიაგონ იმ მემორიალს, რომ ომი არის ცუდი და ომი არის დამღუპელი ყველა სახელმწიფოსათვის. დიდი მადლობა დღევანდელი ვინც მისმენ და ვინც მომისმენს და ვინც გაიგებს. გელოდებით ყველას. დამიკავშირდით, მომწერეთ, ელექტრონულ პოსტაზე გამოვაგზავნეთ და ვისაც სურვილი გაქვთ, ყველა მიწით ჩემი სოციალური ქსელით, ელექტრონული პოსტას, ყველაფერი გამოვაგზავნეთ, დამიკავშირდით, მოგზავნეთ, მოაწერეთ ხელი გამოვაგზავნეთ. მადლობთ, დაგეგმდებოდა.